ერთ-ერთი ნაბიჯი უკან ბოლომდე. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციებისას დაკავებული ნიკა კაციას პროცესი გაიმართა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე ორი მოწმე დაკითხეს, მათგან ერთი გამომძიებელი, მეორე კი ქიმიური ექსპერტია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა განსაზღვრა. ვადასტურებ ფაქტს, რომ შემოვედი, დაგიკვირდა აი იმას ხო მახსოვს რომ მითხარი რომ არ იყო ჩემი ის და მე არაფერ შუაში არ ვარ. ალბათ ესეთი ანუ უარყოფა იყო თავიდან ბოლომდე. ხო ზუსტად ციტირებას ვერ მოვახდენ და არ მახსოვს რა თქმა უნდა. ციტირებას ვერ მოვახდენ. რო დამწყევლე მაგას მიკითხები? რო დამწყევლე? დასავლეთ. ხო. ალბათ თქვენ გამოსწორეთ ხელი ექსპორტს. ხო, და ჩავმართებ. ის შენგაც რაშინიც გააკეთეთ უცხოეთს. ამის გამომწ იმით რომ ეს პროექტი სულ რუბერებს და ნუმერებად შეიძლება თორფი შეეშალოს. როდესაც თქვენ არ მახსოვს. ჩამოსაკრავად მანერებო თქვენი ხაზი. რომ ჩვენ თავს საერთოდ ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს, მას 14 გრამი კოკაინის ქონას ედავებიან. კაცია ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას საპროტესტო აქციებში მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე უდავო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.